მოშინებით მოითხოვდნენ პასუხის გაცემას შეკითხვაზე, თანახმა იყო თუ არა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის კადრების გამოქვეყნებაზე. ნაცენჯეო სექტორის წარმომადგენლები ხოშტარიას წამების მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობენ. დღეს ნინო ლომჯარიამ და ეკა გიგაურმა მტკიცებულებების გარეშე ხოშტარიას მიმართ ღირსების შემლახავ მოპყრობაზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შეთავაზებას, რომელიც დაინტერესებული მხარისთვის დროას ლიდერის იზოლატორში მოთავსების კადრების გაცნობას მოიცავს, გაუგებარი მიზეზებით ეწინააღმდეგებიან და შეთავაზებას ელენე ხოშტარიას ზეწოლა დაფასებენ. მსგავსი ფსიქოლოგიური ზეწოლა წარმოადგენს მსხვერპლი ქალის დაშინებას, რომ მისი ღირსების შემლახავი მოპყრობის კადრები შესაძლოა საჯაროდ მისი ნების საწინააღმდეგოდ პროპაგანდისტული მიზნებით გამოქვეყნდეს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი კანონის საწინააღმდეგო ქმედება და კიდევ ერთხელ მიმართული არის იმისკენ, რომ ღირსება შეულახონ იმ ადამიანებს, რომელთა დაკავებაც მიმდინარეობს. მოვუწოდებთ შესაბამის სამსახურებს, რომ ეს ყველაფერი გამოიძიონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მზაობის მიუხედავად არც დროას ლიდერს და არც მის ადვოკატს იზოლატორში მისი ყოფნის ამსახველი კადრები ამ დრომდე არ გამოუთხოვიათ. ხოშტარიას წამების მსხვერპლად წარმოჩენას კი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე განაგრძობენ მისი კოლეგა ოპოზიციონერები. რამდენადაც უხერხული არ უნდა იყოს დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ციხეებში არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრეს და პირდაპირ განაცხადეს, რომ ისინი თანამოაზრეს სიტყვაზე ენდობიან და იზოლატორში მოთავსების ამსახველი ვიდეოს ნახვა საჭირო არ არის. ყველა საერთაშორისო კონვენციის მიხედვით იმგვარი დამამცირებელი მოპყრობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ელენე ხოშტარიას მიმართ, კვალიფიცირდება როგორც არაადამიანური ღირსების შემლახავი და წამების ყოველფასი მოპყრობა. ყველა დაკავებული, მათ შორის იქნება ეს პოლიტიკური ფიგურები თუ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები, მათ უდიდესი ნაწილი აბსოლუტურ უმრავლესობა განიცდის არაადამიანურ მოპყრობას. როგორც მინიმუმ. ამიტომაც ახლა კონკრეტულად მე მიმაჩნია რომ არადუნად მოიპყრობოდა დარწმუნებული ვარ ამაში. მაშინ ვიდეო ჯერ ელენე ხოშტარიას რადიკალური ოპოზიციის ნარატივის სიტყვით გამეორებაში შემჩნეული უცხოელი აქტორები დღეს ისევ გააქტიურდნენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი იულიან ბულაი ოპოზიციის მიერ ელენე ხოშტარიას წამების თაობაზე ატეხილ ცრუ აჟიოტაჟში ისე ჩაერთო, რომ ვითარების გარკვევა არც უცდია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შოკირებულია პარტია დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას უსამართლო დაკავებითა და მის წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობით. ეს არის საქართველოში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების აშკარა და უწყვეტი უგულებელყოფის კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ საპარლამენტო ასამბლეის წევრ იულიან ბულაის კითხვით მივმართეთ, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით აცხადებდა ის მტკიცებით ფორმაში, თითქოს ელენე ხოშტარიას მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელდა და ძალადობა და შეეცადა თუ არა ფაქტების გადამოწმებას. ალდეს წევრისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. რადიკალების მორიგ დეზინფორმაციაზე საუბრობენ მმართველგუნდში. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ არასათანადო მოპყრობის შესახებ ხოშტარიას მიერ გამოგონილი ისტორია კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და მათ მოკავშირეებს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის სჭირდებათ. მათივე თქმით, თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ხოშტარიას არაკანონიერად და ცუდად მოექცნენ, დღეს ეჭვი არავის აღარ უნდა ეპარებოდეს, რადგან ხოშტარიას იზოლატორში განთავსების უწყვეტი კადრების გაცნობა ადვოკატმაც კი არის სურვა. მივიდეს ნებისმიერი პირი, ამას თავაზობს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამ საშინელი წამების კადრებს გაეცნოს, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში საშინელი წამების კადრები. დღემდე არ დაინტერესება ერთი ადამიანის მიერაც კი, რომ არ გაეცნოს მის კადრებს. ეს არის მიზანმიმართული იმისათვის, რომ უბრალოდ არ უნდათ სიმართლეს ჩახედონ თვალებში და არც კადრებში. ზუსტად იციან დღესაც, რომ იტყუებიან და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მატყუარათა რიგს შეუერთდა პასეს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი. პასეს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მიზანმიმართულად იტყუება, შვენივრად იცის დარწმუნებული ვარ, არანაირ შეცდომასთან არ შეიძლება კონდეს აქ საქმე, რომ არავის უწამები, არათუ უწამებია მის უფლებებთან დაკავშირებით ხარვეზიც კი არ ყოფილა. Დასაკურველი ამას საფუძველი შეიძლება შეექმნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ფაქტები ეცოდინება და ამ ფაქტების გახმოვანების წინააღმდეგია თავად ელენე ხოშტარია და ნებისმიერი უფლებადამცველად წოდებული ორგანიზაცია, რომელიც ელენე ხოშტარიას პოლიტიკურად უდგას გვერდით. ესეთი აღქმებითი და პროპაგანდისტული
ფანდებით რასაკურველია ვერ დაგვაშილებს. როდესაც რაღაცას აცხადებ, რომ შენზე იძალადეს და არის საშუალება რომ გამოითხოვო ვიდეო მასალა და არ ვიცი გაასაჯარო, გამოჩნდეს რომ ადამიანი რას აკეთებს, ანუ იძალადეს მასზე თუ არ იძალადეს. როდესაც ესე ნაბიჯ არ დგავ, ეს არის პირდაპირი დასტური იმის რომ იტყუებით. იქიდან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან თუ კი ვინმე ცდილობს რომ ეგრეთ წოდებული სატოპკე ჰაუგდოთ აქ ბოდიში ამ სლენგისთვის ვიღაც კონკრეტულ აგენტურულ პოლიტიკოს არც ამაში არაფერი გასაკვირი, იმიტომ რომ აქაც ხდება რაღაც გარკვეული თანხმოდი და ინტერესების იმ საერთო deep state მიზნებში. ელენე ხოშტარია 28 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გამოძიება მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.